როგორ ნაწილდება ქალური როლები ორგანიზაციის ფარგლებში, საჯარო ლექციის შედეგი ქალი და ქარიზმა და ფსიქოთერაპევტის მისია და პროფესიონალიზმი თავმაც შეიძლება ითქვას ვრცელი გამოცდილების ფონზე. ნათია ახობაძე, ფსიქოთერაპევტი და ორგანიზაცია ქალური როლების დამფუძნებელი ნარატივით ნათია მოგესალმებით. უღმესი მადლობა მობრძანებისთვის, ქალების ნარატივში გაერთიანებისთვის. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. ქალებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი მიმართულება გაქვთ გააქტიურებული. თუმცა პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი საქმით ხარ დაკავებული, რაც ფსიქოთერაპიას გულისხმობს და ეს არის არჩევანი ძალიან მრავალი წლის წინანდელი და სწორედ იმ არაჩვეულებრივი სამოტივაციო ხაზით, რომელსაც მე აუცილებლად დაუბრუნდები, თუმცა დავიწყოთ საჯარო ლექციით, რომელიც 8 მარტს გაიმართა, რას გულისხმობდა, რამდენი ადამიანი ესწრებოდა ნათია? 8 მარტს გაიმართა საჯარო ლექცია, ჩვენი მასპინძელი იყო კავკასიის უნივერსიტეტი და იქ დამსწრე საზოგადოება იყო კავკასიის უნივერსიტეტი და ჩვენ ყავდა აფხაზეთიდან მოწვეული ქალბატონები და ეს იყო საჩუქარი ჩვენი ორგანიზაციისგან. ემსახურებოდა ვინაიდან 8 მარტი იყო და ქალების დღე იყო, მნიშვნელოვანი საკითხებში ჩავედით სიღრმეებში, რომელიც ამ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალი იყოს ბედნიერი. და გავამახვილეთ რამოდენიმე საკითხზე, რომელზეც ესე საჯაროდ არ საუბრობენ და ვიმუშავეთ, ვინაიდან ვარ ართ-თერაპევტი მეტაფორული ბარათებით, ვიმუშავეთ ფოლგათერაპიით და ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ქალებმა აფხაზეთიდან რაზე გაამახვილეს ყურადღება? ყველა მივედით ერთ დასკვამდე, რომ ქარიზმატული ქალი არის ქალი, რომლისთვისაც პრიორიტეტი არის საკუთარი თავი, ნებისმიერ პირობებში და ქალი, რომელსაც უყვარს საკუთარი თავი და ვისაუბრეთ რა არის საკუთარი თავის სიყვარული, ვისთვის რა არის და ყველაზე მთავარი, რომელზეც არ საუბრობენ, რა გვიშლის ხელს, რა დგას მეორე მხარეს საკუთარი თავის სიყვარულის. ნათია, თავად როდის შეიყვარეს საკუთარი თავი ისე, რომ წარმატებულ ხაზზე, პროფესიულ ხაზზე დადგე? არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უნარი მოყვებათ თითქოს დაბადებიდან. და მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა, რომლებიც ყველა ჩვენ აღზრდის შედეგი ვართ და ჩვენი აღზრდა რაღაცა კომპლექსების ჩამოყალიბებას აუცილებლად ემსახურება, ამიტომ ძირითადად ჩვენ გვიწევს ამაზე მუშაობა. ეს არის პროცესი, რომელიც ჩემ თავშიც არც დასრულებულა, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. და პირველ რიგში ძალიან ბევრი განმარტება აქვს საკუთარ თავის სიყვარულს და ერთ-ერთი განმარტება არის შეიძლება თუ არა გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ, ხო? და ეს არის საკუთარ თავის შეცნობა, საკუთარ თავის სიყვარული და შეცნობის პროცესი, ეს არ არის რაღაცა მონაკვეთი, ეს არის მთელი, ასე რომ საკუთარ თავის სიყვარულს ვერც დავამთავრებთ, კი, ვერც დავამთავრებთ, ალბათ ცხოვრების ბოლომდე ეს არის პროცესი, რომელსაც უნდა მივზდიოთ. თუმცა არ გამოგჩეს არც ერთი დეტალი და ყოველთვის თავი ამაზე კონდეს, ხო, აი ყურადღების კონცენტრაცია იყოს ამაზე. ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უკვე ორგანიზაციას ქალური როლები, ძალიან კარგი დასახელება აქვს, მრავალფუნქციური და მრავალი მიმართულების გამაერთიანებელი. როდის დაარსეთ ორგანიზაცია და რას გულისხმობს? ეს ორგანიზაცია დაარსდა 5 წლის წინ და ჩემი მიზანი იყო ესეთი, რომ ვინაიდან მე ვარ 3 შვილის დედა, მიმართული აქცენტი იყო დედებზე და მისია იყო როგორ ყოფილიყო დედა ბედნიერი, დედა, რომელსაც არ დაეთმოარც ოჯახი და რომელსაც არ დაეთმოარც კარიერა და არც საკუთარი თავი. როგორ მოეხერხებინა დედას ეს ყველაფერი ჰარმონიულად გაერთიანებინა ერთმანეთთან, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ მქონდა პერიოდები, როდესაც კარიერაში ვიყავი გადავარდნილი, მქონდა პერიოდები, როდესაც ოჯახზე ვიყავი და მივხვდი, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ვიყავი ბედნიერი და მივხვდი, რომ ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველაფერი კონდეს. კონდეს საკუთარი თავი, ოჯახზეც იზრუნოს, კარიერაც კონდეს, იყოს ფინანსურად წარმატებული და აი ამის ყველაფერში და ხედავდი ქალებს, რომლებიც თითქოს ან ერთ კატეგორიაში იყვნენ, მთლიანად ოჯახში გადაშვებულები, ან მთლიანად კარიერაში და ვინაიდან ჩვენ გვაქვს ესეთი სტრუქტურა თავის ტვინში მაზოლის სხეული, რომელიც მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს აერთიანებს და კაცებისგან განსხვავებით ქალებს ეს სტრუქტურა აქვს 6-ჯერ უფრო დიდი. და ეს პასუხისმგებელი არის მრავალფუნქციურობაზე. ანუ ქალს ბუნებით სჭირდება, რომ იქაც იყოს, იქ ყველაფერი კონდეს. და სწორედ მისია ეს იყო, რომ ეს ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე და მიმართულებები, რომლებიც თქვა ტრენინგები რაც ტარდება, ეს არის სწორედ ყველა მიმართულებას ეხება, ეს არის აღზრდა, თუ როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერი დედა, არა იდეალური დედა, ბედნიერი დედა, როგორ ვიყოთ წარმატებული
ბიზნესში და ჩემი ყველაზე პოპულარული კურსი არის ესეთი ქალი და ფული და მნიშვნელოვანი ტრენინგები, რომელიც ქალის პიროვნული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, ერთ-ერთი არის პატიება. აი ხა მიმდინარე ტრენინგი არის, რომელიც იმ კვირაში დაიწყება, ეს არის როგორ დავიცვათ პიროვნული საზღვრები. ერთი სიტყვით ვაერთიანებ ისე ტრენინგებს და ვატარებ, რომლებიც იმისთვის, რომ ქალმა შეძლოს იყოს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები. აი ამ ჰარმონიის პოვნა ყველაზე რთული ნათია ხშირ შემთხვევაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამაში პროფესიონალები გეხმარებიან. როდის გადაწყვეტეთ, რომ თქვენი პროფესია უნდა ყოფილიყო ფსიქოთერაპევტი? აი, როდესაც დავამთავრე სკოლა, პირველი ეგ იყო, რომ მე აუცილებლად უნდა გამხდარიყავი ფსიქოთერაპევტი. როგორ გეხმარებათ ეს უნარები დღევანდელ საქმიანობაში? ვფიქრობ, რომ ალბათ ამის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ზოგადად, ხო, ყოფილიყავი თუნდაც სამშვილის დედა და თან წარმატებული კარიერაში. თუნდაც ჰარმონიაში. კი. ხო, არის რაღაცები, რაც ბუნებით მოგზდევს. და ჩვენ, როდესაც ჩვენ ამ საკუთარ თავში ამ უნარებს შევიცნობთ, შემდეგ აი უნარების გაღრმავებას უკვე ვუწყობთ ხელს. თუმცა ეს უნარები ჩემში იყო. და განავითარეთ ჩემ. რა უნარები ჭირდება ქალს სწორედ ამ ჰარმონიის შენარჩუნებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე კომპონენტი აღნიშნეთ ნაცია. ოჯახშიც უნდა იყოს ბედნიერი, ცხადია, საქმეშიც რეალიზებული უნდა იყოს, ფინანსურად უნდა იყოს გამართული და აი ეს ყველაფრის კომპენსირება, ცხადია, იმ ჰარმონიაში მოიქცევა, რომელიც გვაბედნიერებს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარი უნარების შეცნობა. ამას ჭირდება გარკვეული დრო და პერიოდი. საინტერესოა თავად აი კლიენტები რამდენად ხშირად მოდიან სწორედ აი ამ მიზნით, რომ ჰარმონიზაციაში მოიყვანონ სხვადასხვა პროფესიული მიმართულება ოჯახთან შეთავსებით და აი ამ ბედნიერების პოვნით, იმიტომ რომ ხშირად ადამიანმა არც იცის, რომ არ არის ბედნიერი, ხო? ასეთი ხშირი შემთხვევა გქონია. ჯერ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ნამდვილად იგრძნოს ის, რომ სჭირდება ეს ჰარმონიზაცია. იმიტომ რომ ისე გადის წლები, რომ ვერც ხვდები რა გჭირდება. ამ დროს გადადის უკვე მექანიკაში, ყოველდღიურობაში, ასეთი ბევრი კლიენტი გეყოლებათ დარწმუნებული ვარ. რამდენად დიდია, მაღალია პროცენტული მაჩვენებელი უკვე აი ამ მიხვედრილი კლიენტებისა, რომლებმაც იციან აღმოაჩინეს პრობლემა, შეიძლება თავად დავარქვათ, რომ ეს პრობლემაა, რომელიც ცხოვრებაში რაღაც წინაღობას აუცილებლად გვიწყობს. და ამის გადალახვაც აუცილებელია პროფესიონალთან ერთად და რამდენთან თქვენ თვითონ აღმოგიჩენიათ და შემდეგ მოგიყვანიათ უკვე ამ დასკვნამდე და რა თქმა უნდა პრობლემაც დაგიძლევიათ. კი, გაცნობიერება სხვა ტიპის კლიენტები მოგმართავს, ახლა არის უფრო გაცნობიერებული და უფრო სხვა რაღაცებზეა უკვე საკითხები, თქვათ, ძირითადად არ ეხება წარსულის დამუშავებას, უფრო აი მომავალ მიზნებზე არის ორიენტირებული, თუმცა ჩვენ ყოველთვის მივდივართ იმ დასკვნამდე ნებისმიერ კლიენტთან, რომ ჩვენ დღეს უკვე გვაქვს ის რესურსი, რომ ვიყოთ ბედნიერი. შევიგრძნოთ ეს და დავინახოთ ეს, აი ეს არის ჩემი მოვალეობა, ჩვენ არაფერს არ ვეძებთ, ჩვენ არაფერს არ ვიძიებთ, ჩვენ პოულობთ საკუთარ თავში იმ უნარებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დღეს, აი აქ და ახლა, აი იმ უნარებით, იმ შესაძლებლობებით, იმ ფინანსური რესურსებით, იმ ოჯახური სიტუაციით ვიყოთ ბედნიერი და მე ვახსენე, რომ აი ჩემი ქალი და ქარიზმას ერთ-ერთი თემა იყო, რომ რა უნარები ჭირდება ქალს და ერთ-ერთი უნარი იყო ზუსტად ქალის ის, რომ ქალის მთავარი ფუნქცია არის ქალი ბუნებით არის შემოქმედი. და ქალს ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ნებისმიერი სიტუაცია შემოატრიალოს ისეთ სიტუაციად გარდაქმნას, რომელიც მას საშუალებას მისცემს იყოს ბედნიერი. და ქალს ამის უნარი აქვს ბუნებით და იქ სავარჯიშოც კი მქონდა, როგორ შეიძლება რაღაც ასოები, 1, 2, 3 გადავაქციოთ ჩვენთვის სასურველ ფიგურებად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. თავარია ქალმა ეს მისი მაგიური ძალა იგრძნოს და გამოიყენოს. და კიდე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმისთვის, რომ ჩვენი დროშა ავაფრიალოთ ცხოვრებაში, დროშის დასარჭობად არ ჭირდება 1 ჰექტარი მიწა. დროშის დასარჭობა ჩვენ გვჭირდება 1 მილიმეტრი კვადრატი მიწა. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი რაღაც, რითაც ჩვენ ცხოვრებაში შეგვიძლია ჩვენი დროშა ავაფრიალოთ და
აი ეს უნარი ნამდვილად. ხო, თუნდაც ეს შეიძლება იყოს, რომ შესანიშნავად ვაცხო ბლინებს, ხო? ამისთვის არ არის ვიყო წარმატებული ფსიქოთერაპევტი, თქვათ რაღაც ბიზნესში მქონე წარმატებული ბიზნესი. გამოწვევა სხვათა შორის ბლინების გამოწყობა. კი, ხო, რაკნან დიასახლისებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თქვათ დიასახლისობას მიუძღვნან თავი, ხო? არა აფრიალონ საკუთარი დროშა, ამიტომ ჩვენი რაღაც ეს ბრილიანტი რაღაც განძი, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, ვიპოვო ეს განძი და ვიყო იმით კმაყოფილი, რომ აი მე ამაში შემიძლია, თქვათ, ვიყო ნათია, მრავალწლიანი პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, განვითარებას მოითხოვს და ამის კვალდაკვალ თავად ყოველთვის მიდიხართ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ახალი მიზნები და ეტაპები, რომელიც ახლა დაისახეთ. ადამიანის დიზაინზე მინდა გავამახვილო ყურადღება მუდმივი განვითარების ფონზე. რას გულისხმობს ადამიანის დიზაინი და რატომ დაინტერესდით ამ მიმართულებით? ადამიანის დიზაინი არის შედარებით ახალი მეცნიერება, რომლითაც დავინტერესდი და რომელსაც ვიყენებ პრაქტიკაში და ძალიან წარმატებულად. ჩვენ ყველა მოდივართ ბავშვობიდან ვთქვი და ჩვენ მოყვება მთელი კომპლექსების გუდა. და არსებობს ჩვენ ცნობიერი და არაცნობიერი და მთელი ჩვენ მუშაობა მიდის, თქვათ, ამოვიცნოთ ის არამოცნობიერი მოტივები, რომლებიც არიან ჩვენი განმაპირობებელი, ჩვენი ქცევის, ჩვენი ნებისმიერი ყოველდღიურობის, ჩვენი რაღაც პატერნების და ალბათ ერთი ცხოვრება არ გვეყოფა, რომ ჩვენ ეს არაცნობიერი ამოვქეკოთ და მათზე ვიმუშაოთ. ეს დიზაინი უნიკალური არის იმით, რომ დიზაინი გვაძლევს საშუალებას ჩვენი არაცნობიერი და ცნობიერი დავამეგობროთ და ნებისმიერ ადამიანს დიზაინის მიხედვით აქვს თავისი ტიპი, სტრატეგია და ავტორიტეტი, რომელსაც თუ მისდევს, შეძლებს ამისი ქვეცნობიერი და არაქეცნობიერის დამეგობრებას და მაგალითად აი ფულს შევეხები და არსებობს ესეთი ეგოცენტრი ადამიანის დიზაინში და თქვათ აი ტრენინგი, როდესაც ვატარებდი ქალი და ფული, იქ ბოლოს შეხვედრა ქონდა ადამიანის დიზაინის მიხედვით განსაზღვრული, თქვათ ფინანსური წარმატება როგორ შეიძლება მიაღწიოს ნებისმიერმა ტიპажმა, ხო? ყველასთვის ერთი ფორმულა არ გამოდგება. იმ ადამიანებს, რომლებსაც ეგოცენტრი არ აქვთ განსაზღვრული, აი ამ ადამიანებმა ფული უნდა იშოვონ პირიქით, ანუ ფულზე არ ფიქრით, უნდა მოდუნდნენ, ხო, და საკუთარ თავს მისცენ სიამოვნების უფლება და აი ეს არის მათთვის გასაღები, რომ მათთან მოვიდეს ფული. არიან ადამიანები, რომლებსაც ეგოცენტრი აქვს განსაზღვრული, რომლებსაც პირიქით უნდა იმუშაონ, მაგრამ უნდა ქონდეთ პერიოდები, აი როდესაც მაგალითად რა ფინანსურ მიზანს დაისახავენ, მიაღწიონ, გაჩერდნენ, პაუზა გააკეთონ, შემდეგ კიდე დაიწყონ. ამიტომ ეს არის ადამიანის დიზაინის საშუალება ინდივიდუალურად მიუდგენ ნებისმიერ პრობლემას და ჩვენ არა ვართ, ყველა ვართ უნიკალური არსებები და თუ ვამბობთ რომ უნიკალური არსებები ვართ, როგორ შეიძლება წარმატების ფორმულა ქონდეს მეც ერთნაირი, ხო. ამიტომ ეს დიზაინი ძლევა ამის საშუალებას, რომ მე ჩემ ტიპაჟს მივზდიო. ძალიან დიდი შრომაწევადი მიმართულებები დაგისახავთ მისნად და მე ვიქნები ბედნიერი ამის ასახვით ქალების ნარატივში, მინდა დაგიპიროთ და შეგიპიროთ, რომ აუცილებლად ხშირად იქნებით ჩვენი რესპონდენტი სხვადასხვა მიღწევით განვითარების ეტაპით და რჩევით. ამ რჩევებისთვის უღმესი მადლობა, რომელიც დაგვიტოვეთ, ნამდვილად ნაყოფიერი ნარატივი იყო და ნამდვილად ვითვალისწინებთ ყოველდღიურობაში. ნათია, უღმესი მადლობა ქალების ნარატივში გაერთიანებისთვის და ერთი მიზანი დაგვიტოვეთ 2023 წლის მომდევნო მიზანი, როგორც უკვე აღნიშნე, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირეთ, სამი შვილის დედა, საქმეშიც წარმატებული, ყველა მიმართულებას არ აკლებთ, არც ერთ მიმართულებას ყურადღებას და ყველაფერი წარმატებით გამოდის. ადამიანის დიზაინის გამოყენებით თუ სხვადასხვა უნარების გამოყენებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოახერხეთ და ჰარმონიაში მოიყვანოთ ყველა ეს თვისება. რა არის შემდეგი მიზანი? ჩემი მიზანია მე ვთქვი რომ მარხს ესეთი კურსი ქალი და ფული. მინდა ეს კურსი გავხადო უფრო ფართო მასშტაბური და ეს მოიცვა ამ კურსში ჩართვა მოახერხოს ყველა ქალბატონმა, რათა ჩვენ აქ ჩვენს ქვეყანაში მოვახერხოთ იმ ფინანსური წარმატების მიღწევა, თავად შევქმნათ ის ფინანსური რესურსი ამ ქვეყანაში და არ მოგვიწევს ამის გაკეთება ჩვენს ქვეყნის იქით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ქალთა ფინანსური ცნობიერების სასამაღლებად, ამიტომ ჩემი შემდეგი მიზანი არის, რომ აი ამ ეს პროექტი გავხადო უფრო მასშტაბური და საქართველოს ძალიან ბევრმა ქალმა შეძლოს აი ამ და არა მხოლოდ ქალმა.
არა მხოლოდ ხალხმა, ხომ ასე? კი, ხო, რა თქმა კი, უნდა, აქ კი. ყველაფერი თანაბრად გვაქვს. კი. ნათია, უღრმესი ხალხმა. მადლობა მოგზაურობისთვის კიდევ ერთხელ ქალების ნარატივში გაერთიანებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებებისთვის, რომელიც ყოველდღიურობაში კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნო, გავითვალისწინოთ, უნდა აუცილებლად ნათია ახობაძე, ფსიქოთერაპევტი და ორგანიზაცია ქალური როლების დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემას ქალების ნარატივი ძალიან ღირებული რჩევებით და ღირებული პროექტებით დახუნძლული, რომელიც გააგრძელებს ამ პროექტების ორგანიზებას და რა თქმა უნდა იმ სარგებლის მოტანას, რომელიც უკვე არაერთხელ მოუტანია.